ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე. მოდით აქ. ნუ იმღერებთ მათთან ერთად. მოდით აქ. ნუ ემსახურებით მათ. იმიტომ რომ აქ კარგია. ეხლა ვინც ტელევიზორებთან შეხედავთ, გამოდით. რომ ვიყოთ ბევრი, იმიტომ რომ იქ არ უნდა წახვიდეთ. მოდით აქ. ჩვენი მანიფესტი გრძელდება. ნუ წახვალი იქ. მოდი აქ. რადგან თეატრი, როგორც სანახაობა, ისედაც ქუჩაში დაიბადა, ახალი თანამედროვე ქართული თეატრიც ქუჩაშია, საკუთარ მაყურებელთან. რეჟიმი არტისტებს ვერ ხედავს, ან პირიქით გამადიდებელი შუშიდან აკვირდება და ართმევს თავისუფლებას. და რადგან ასეა, თეატრიც იწყებს ყველაზე პოლიტიკურ საგასტროლო საპროტესტო მოგზაურობას მიტაცებულ ქვეყანაში, ყველა სოფელსა და ქალაქში. ჭიჭინაძის თეატრი ერთი მსახიობის თეატრია, ან პირიქით, ყველა მსახიობის თეატრი ერთად, რეჟიმის წინააღმდეგ. თეატრალურმა მანიფესტმა გვაჩვენა, რამხელა ძალა აქვს თეატრს გადამწყვეტ მომენტში. ქვეყნის მთავარ სცენაზე პროტესტი ისე ხმამაღლა ისმოდა, როგორც არასდროს. და რადგან პროტესტი ეძებს გზებსა და მეტაფორებს, განსაკუთრებით პროპაგანდის წინააღმდეგ, თეატრი ერთგვარი ფარიცაა, ბრძოლის ველიცაა, სინამდვილეში ქართული თეატრის მთელი ისტორია ცხომესაა. ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ ყველა ეპოქაში. სამაგალითო დასჯა ხდება ხოლმე, ხალხი თუ იცნობს ამ ადამიანებს, უკვე ფიქრობს ამას თუ ესეთი რაღაცა გაუკეთეს, მე რას მიზამენ და ალბათ ამის იმედი აქვთ, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს არის სხვა თაობა, ახალი თაობა, რომელსაც ეს ყველაფერი გამოცდილი არ აქვს. ახალი თეატრის მანიფესტი არის პასუხი ყველაფერზე აბსოლუტურად, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველა უსამართლობაზე, პროპაგანდაზე, ყველა იმ ტკივილზე, რასაც დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქე განიცდის, არა მხოლოდ მსახიობი, ან მაყურებელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ჩვენ მართლა ბევრჯერ გვითქვამს უკვე და კიდევ გავიმეორებ, არავითარ პროფესიას აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს ყველანი ვართ საქართველოს მოქალაქეები. საპროტესტო მანიფესტმა ქუჩაში დაგვანახა, რა ძალა აქვს ერთობას და როგორ შეიძლება დაიცვას ერთმა დაუცველმა მოქალაქემ მეორე. სიმბოლოები კოლექტიურ პროტესტში, მოსალოდნელი დიქტატურის პირისპირ და მაინც მთავარი უსამართლობის სიმბოლო ამ სპექტაკლში თვითონ ანდრო ჭიჭინაძეა. ჯიუტი რეჟიმის პირისპირ, საკანში და მაინც ბედნიერი, სხვა რეჟიმის პატიმრებთან ერთად. ანდრო უყურებს ტელევიზორს თუ იცით? მე მგონი უყურებს ახლა კი ამ ყველაფერს. წარმოიდგენთ ამდენ გულშემატკივრს თქვენი შვილის გარშემო? ვერა. რამდენი მაყურებელი ყოლია? მაყურებელი და რამდენი სიყვარული ქონია. მე ვარ მარიამი. მე და ანდროს ყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის მამამისი სად არის. უბრალოდ იცის, რომ წასულია სამუშაოდ გადაღებებზე. და რომელსაც ყველანი ძალიან მალე ველოდებით ჩვენთან. საპროტესტო მანიფესტზე რეჟიმის პირისპირ იდგა ყველა, ვინც ბედავს აზროვნებას, პროტესტს და არ ეგუება უსამართლობას. ამ მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მანიფესტმა ყველაზე უკეთ გამოაჩინა რა ემართებათ მონებს და რომ მონობაში მყოფი ხელოვანები ვერასოდეს შექმნიან ვერაფერს საინტერესოს. ამ ჟანრს ქვია ბალაგანის თეატრი. ვიღაც ქალბატონი წერდა, მე ვიყავი მასწავლებელიო. მე ვიყავი ამ დროს მისი მასწავლებელი. ცოტა იმას მექნა. რასურვილი აქვს ადამიანებს, რომ სხვას ატკინოს რაღაცა, თითქოს მას რაღაცა გაუმთელდება ამის გამო. ეს სურვილი ამოუხსნელია, ეს ყველაზე დაბალი სურვილია ჩემი აზრით, რაც კი შეიძლება იყოს ადამიანებს შორის. შურისძიებაც არ არის, ეს არის უბრალოდ ტალახისრული სურვილი, იმიტომ რომ შენ გონია რომ რაღაცა ტალახს ჩამოგრეცხავს ეს სხვისი გაჭუჭყიანება. მამუკა მდინარეძე დიალოგში ანდრო ჭიჭინაძესთან ამაზე რა სიტყვით? ძალიან კარგი სანახავი კი იყო ეს ყველაფერი, დასაკვირვებელი, აი გარედან დიალოგი იყო ძალიან საინტერესო. ვინ მოიგო ეს დიალოგი, ამასაც კარგი დიალოგი იყო? შვენიერი. ფინალი განსაკუთრებით კარგი იყო. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან
მივალთ და მივახტებთ ხმარ ყველასთან დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. სდიეთ ქართულ თეატრს. სდიეთ! სანამდე უნდა ვსდიოთ ქართულ თეატრს, როგორ ფიქრობ? ყველგან უნდა სდიონ, ყველგან აბსოლუტურად. ეხლა იწყება გადატეხვა, უყურეთ. ეს დასაწყისია, ჟურნალია. ასე გამოვიდა ქართული თეატრი ქუჩაში და დაგვაფიქრებს იმაზე, რას ნიშნავს თეატრი ჩვენთვის და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მაშინ, როცა ტყუილს, შიშს და ჩაგვრელ მოძალადეს სისტემას უპირისპირდება. ახლა ჩვენ რასაც ხედავთ, ეს არის ერთგვარი კანვასის რევოლუციის ცდელობა, თქვენ იცით, რომ ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის სტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ხედავთ ჩვენ დღეს სახეზე ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზება. სიმართლე გითხრა არ მინახია რომ ჩვეულებრივად ალბათ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ხედავთ ამ დღეების განმავლობაში, უნიჭო, არაფრის მომცემი. ჯერ აპატიმრებს, ჩაგრავს, პროპაგანდას უპირისპირებს და მაინც ეშინია. გამომწყდეული ჰყავს და მაინც ეშინია. თვალშიც ეჭხირება, ან იმდენად ბრიყვია, რომ ახლა არ იცის რა ქნას და დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში მანიფესტი მოსწონს და მაინც იცინის და ისევ ურჩად ამბობს, რომ ომი გვინდა. აი, ნამდვილი ომი კი ესაა. ეხლა შემომეგობარმა მითხრა, როცა ომზე ყვები ყოველთვის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდებიო. ომის შენი ხედვა ისევ ბავშვურიაო, კი? კი, ასეა. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ. ძლიერი და თავაწეული. ომი ბევრჯერ ვნახეთ. და არასდროს მშვიდობა. მშვიდობა არასდროს ჰქონია და არც ახლა გვაქვს. ის რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, ეს არ არის მშვიდობა. დღეს საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები. დგანან ამაყად და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, ზუსტად ამ ძლივს გამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით ვდგება. იმისთვის, რომ თავი ისევ შავხაროთ, რომ ვეღარასდროს შევძლოთ მაღლა აწევა და თან ბოდის ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე პირადად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიშრებული გამოვალ, მაგრამ ბოლოს ერთ სიტყვი და ამით დავამთავრებ. ომგამოვლილი ბავშვები ბოდის წარიხდია. ანდრო ჭიჭინაძისა და რეჟიმის სხვა პატიმრების მხარდამჭერი თეატრალური მანიფესტი პროტესტთან ერთად იყო ყველაზე სევდიანი, მისტიკური, უტოპიურიცა და დამაიმედებელი სპექტაკლი ბარიკადებზე. ზუსტად ისეთი, როგორიც ნამდვილი ხელოვნებაა ხოლმე. ჩვენ სიტყვას დიდი ძალა აქვს ხელოვნების, ხალხის სიტყვას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსის სიტყვას. ამით ვერ გაიმარჯვებენ და ვერასოდეს ვერ ჩაახშობენ იმ ხმას, ახალგაზრდების ხმას და მithumetes არტისტებისთვის ეს პირიქით უფრო ამ ახალგაზრდებისთვის კაი გამოცდილებაა. შემთხვევითი არ უნდა იყოს, მე ასე მგონია. არჩევენ, შეიძლება შემთხვევით დაიჭირონ ხალხი და ცემონ, მაგრამ მე ფილტრაცია ხდება მართლა შერჩევით და ჯერ ერთი გონი კიდევ აქვს შეიძლება იმედი რომ ვინმეს დააშინებენ, რადგან შიშრებთან გვაქვს საქმე და ადამიანი ძნელია მათზე თქვა, მაგრამ საკუთარი თავით განსაზღვრავს და მსჯელობს სხვაზეც, ეს ერთი და მეორეც ზულთ რაც უფრო ლამაზია, ახალგაზრდა, ნიჭიერია და შემდგარია, ეზიზღ ბიძინასნაირ ადამიანს ეზიზღება ეგ და მის მონებსაც ასევე. და მაინც თუ თეატრალურ ენაზე ვიტყვით, ეს მანიფესტი თავისი არსით ერთ ძალიან მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებს, ყველაზე საინტერესო პიესას, ან ამ დრომდე ყველაზე მთავარ წარმოდგენას ჰგავდა, ყველაზე ძლიერი ფანტაზიების ადამიანების წარმოდგენას ანდრო ჭიჭინაძეზე, უფრო ზოგადად კი ზოგად უსამართლობაზე. და
მაინც ამ რეპორტაჟში რეჟიმის პატიმრებზე ყველაზე საფრთხილო და საგანგაშო ამბით ერთადერთი ქალი რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელის ამბით დავამთავრებ. მზია ამაღლობელი მე-15 დღეა მშრალ შიმშილობას არ წყვეტს და ამიტომ რეჟიმის პატიმრებს შორის ყველაზე მძიმე და საშიშიც მისი ამბავია. რეჟიმს და ჩვენ თავისუფალ საზოგადოებას ამ შემთხვევაში ერთნაირად ცოტა დრო გვაქვს დავფიქრდეთ იმაზე რა გველის მაშინ თუ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და უწყვეტი შიმშილობა დაუყოვნებლივ არ შეწყდა.